მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. მე მაქვს ეს ჩაწერილი, მაგრამ ეს დღეები რაღაც 10 დღე მომდის ესეთი თხოვნები, SMS-ები პირადში, რომ ჩავატარო გოგონებმა მთხოვეს რა ხდება მის მამაკაცთან და საპერნიცასთან ურთიერთობაში და არიან თუ არა ურთიერთობაში კიდევ. აბა ვნახოთ, ხო? და მე ცალკე მეტოქესაც ვნახავთ ამ ქალბატონს. ანუ ასე ვთქვათ, სასიყვარულო სამკუთხედი განვიხილოთ, ხო? აბა ჩაიფიქრეთ თქვენი მამაკაცი და რა სიტუაცია აბა თქვენს მამაკაცსა და მეტოქესთან. იცით რა არის? ეს გოგონა არის აფერისტი, манипуляტორი, ფალსიფიცირებული, აი ფარსია რა, არ არის ნამდვილ სახეს არ აჩენს მიხვდით, ხო? მალავს თავის შინაგანს, მეს მალავს თავის სიმართლეს, რაც აქვს ჩაფიქრებული თქვენს მამაკაცთან ერთად. ნახეთ სამყაროს როგორ ესმის ჩვენი, ნახეთ, აი პირდაპირ თქვენი მამაკაცი და ეს მეტოქე ამოვიდა. უყურეთ, ამ ქალბატონს უნდოდა რომ თქვენი მამაკაცი წაეყვანა მოტყუებით, მიხვდით, ხო? და რა გამოეკეტა, ნახეთ, უნდოდა რომ კლიტეში გამოეკეტა. აქ არის პორტალზე სარკეზე ნამუშევარი, აქ არის ნახეთ ვირთხები, კრადნიკებს რო ვიძახი, აი რო გპარავენ ბედნიერებას, რო გპარავენ და იზოლაციაში, ესე იგი გამოკეტა, სათავისოდ გამოკეტა ეს თქვენი მამაკაცი, მიხვდით, ხო? ნუ აქ ბავშვებიც ფიგურირებს, აქ არის როგორ იცით, შეიძლება ბევრი ორსულადაც ხართ და უკვე მე-9 თვეში იყავით ან ხართ და აი ამ დროს სანამ ბავშვი გაჩდებოდა წაიყვანა ეს მამაკაცი. ან აი ამ 9 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ 9-იანს გვეუბნება სამყარო, 9 თვის განმავლობაში ეს რაღაცა გამოიკვეთა, მიხვდით, ხო? ნუ ეს ჩამოიხსნის თავის მასკას, ჩამოიხსნის, აუცილებლად გამოჩნდება მისი სახე. აქ არის სერიოზული კრადნიკები გაკეთებული, ჩემო კარგებო, რომ საერთოდ ვერ დაინახოს რა გააკეთოს თქვენმა მამაკაცმა. ვისაც ბავშვები ყავთ, შეიძლება ამ ქალსაც ყავს ბავშვები, არ არის გამორიცხული და შეიძლება თქვენ საერთო ბავშვებიც ყავთ. შეიძლება ამ მამაკაცს ცალკე ოჯახიც ყავს და თავისი შვილები ყავს, ან ერთად ყავთ, აი ესეც შეიძლება იყოს. აბა კიდე რა ხდება? რა ხდება და იცით რა არის? მისვლა-მოსვლა იყო. ბევრ პროცენტს ვიტყვი ვარიანტს, რომ ეხლაც არის მისვლა-მოსვლა, ჩემო კარგებო. ჩუმი დამალული მისვლა-მოსვლა არის და ან თქვენ გიმალავთ, ან როგორ არის იცით, შეიძლება იმასთან ყავს ბავშვი, ან გეუბნებათ, რომ აი ესე ხუმრობასავით შეიძლება თქვენი მამაკაცი ან უთქვია, რომ აი ბავშვი რო იყოს, აი რა დამშორდები, აი თითქოს გამოცდასავით, მიხვდით, ხო? აქ არის კიდე გოგონებო, ვიტყვი რომ ახალი ურთიერთობა, ახალი დაწყებული, ახალი მეტოქე არის, ახალი, ამასაც მიჩვენებს, ახალი გაცნობილია, ახალი დაწყებული აქვს ურთიერთობა. ნუ დესპოტური ვარიანტი მოუწყო. ბიჭებო, ესე იგი, თქვენმა მეგობარმა გიღალატათ, რომ იცოდეთ
და გოგოებო თქვენ მამაკაც უღალატა თქვენ მისმა მეგობარმა აი ესე გვეუბნებიან და აქ იყო მიწერ-მოწერა, ინტერნეტი, აქ არის შეწყვეტილი ურთიერთობიდან გამომდინარე მიწერ-მოწერა თქვენთან და არის გაგრძელებული საპერნიცასთან, მეტოქესთან. გაჩერებულია თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ბევრთან, მაგრამ ბევრთან არის რომ გაიხსნა ურთიერთობა და თქვენ აგირჩიათ პირველი თქვენი პრივილეგია მოგანიჭათ თქვენზე გააკეთა არჩევანი, მაგრამ არის რომ იმ მეორეზე საპერნიცაზე გააკეთა არჩევანი, მაგრამ ეხლა თქვენი მამაკაცი გოგოებო ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ მიხვდა რომ შეცდა და იქ აი ეს სიყვარულს რო ელოდებოდა, იქ სიყვარული კი არა, არაფერი არ დახვდა, იქ დარჩა მხოლოდ მასკა აფარებული ქალბატონი. აბა კიდე რა სიტუაცია მეტოქესა და თქვენს მამაკაცს შორის და თუ არის კიდე ურთიერთობა და როგორი ურთიერთობა. ბევრი შრომა დაგჭირდათ, იცით, ბევრი შრომა დაგჭირდათ, რომ შეგენარჩუნებინათ, ძალიან ბევრი იმუშავეთ, მინდა გითხრათ, ნერვები დახარჯეთ, იყო მითქმა-მოთქმა, იყო თქვენ შორის ჩხუბი, გაწევ გამოწევა, გოგონებო, იყო, ესე იგი, აი აქ კრადნიკები რო არის, გაიყვანეს მამაკაცი, ნახეთ, გაიყვანეს, დაკარგეთ, მოგპარეს, თქვენი ბედნიერება მოგპარეს, გოგოებო, მაგრამ რა არის, იცით, გეშინიათ, აქ მოდის, ჰოიდა მოულოდნელად, წერილი მოდის, 3-7-იანი ძალიან ბედნიერი ნიშანია, როგორც ჯეკპოტი ისე მოიგებთ თქვენს ბედნიერებას. აქ ეხლა როგორ გითხრათ, ცოტა რთული სათქმელია რომ დაიბრუნოთ თქვენივე მამაკაცი, მაგრამ იცით რა არის? ახალი ნაცნობობა ამოდის, გამოდიხართ აი ამ გალიიდან და ბავშვი რა არის? ახალი ნაბიჯებიც, ხო? როგორც აი ახალი გადადგმული ნაბიჯები, ურთიერთობები, მაგრამ ვიტყვი რომ წერილსაც მოგწერთ. 7 დროში მოგწერთ წერილს, შეიძლება 7 საათშიც მოგწერთ წერილს, მაგრამ რა არის, იცით, აღარ გაიმეოროთ, აღარ გაიხსენოთ ეს ყველაფერი, როგორ იყო, რა იყო, რამდენად იჩხუბეთ, მიხვდით ხო? აი ეს სიტუაციები არ გაიხსენოთ. აქ არის წერილი, უყურეთ, აქ არის გამარჯვება, გოგონებო, გამარჯვება, უყურეთ, ჩემო კარგებო, აქ არის რომ პრივილეგირებული ხართ თქვენი მამაკაცის მხრიდან, გალიიდან გამოდიხართ და შეხვედრა გაქვთ, უყურეთ, შეიძლება გაემგზავროთ, ან სვიდანია, ან ჩამოემგზავროს და ნახეთ ახალი დაწყებული ურთიერთობა, ან ვისაც ბავშვები ყავთ, ხო? აი უყურეთ, შეხვედრა გაქვთ. აი ესე თქვა სამყარომ და აი ამ გალიაში თვითონ რა თქმა უნდა ეს ქალბატონი დაჯდება, რომელმაც წაგართვათ თქვენი მამაკაცი. აი ესე წაგართვათ, უყურეთ, წაგართვათ მამაკაცი. აქ ნამუშევარია, დიდი ხანი მუშაობდნენ ამაზე, მინდა გითხრათ და ინფორმაციებს ელოდებოდნენ, ღებულობდნენ, ამოწმებდნენ ინფორმაციებს, თქვენს გამოწმებდნენ, გოგოებო, რომ ეს მამაკაცი, ნახეთ, თქვენი მამაკაცი იქ საერთოდ ბედნიერი არ არის. როგორ უნდა თქვა ამ ტაროზე, ახლა ბედნიერება, ხო? საერთოდ არ აისახება. და ეს ქალბატონი უკან, უყურეთ, თვალები აუკრა თქვენს მამაკაცს. აქ არის პრივაროტი, აქ არის მორაკი, ვარდისფერი თავი დაუბინდა და ვარდისფერი სათვალეები ააკრა. მიხვდით ხო? კარგით. მოდი ახლა განვიხილოთ აი ეს გექტაგრამას სხვა, ესე იგი, მეტოქეს არ ეკუთვნის, იმიტომ რომ თქვენზე ჯადოებს აკეთებს, თქვენ ურთიერთობებს ანგრევენ და ვნახოთ ახლა გექტაგრამაზე, რას გვეტყვის ეს შესანიშნავი ტარო, როგორ
რა ბუმერანგებს მიიღებს და ღებულობს სამყაროსგან თქვენი მეტოქე საპერნიცა, ვისაც წაგართვათ და კიდე აი ეს ახალი ხო აღმოჩნდა ხო ნახეთ ტაროზე ხო კიპერზე ესე იგი ვნახოთ აბა რა ბუმერანგებს მიიღებს მეტოქე ვნახოთ მეტოქე ოპ რაზეც მუშაობდა ძიავალ ნახეთ რა ენერგიებზეც მუშაობდა ესე იგი დაცვები ქონდა აქ ბევრს თქვენს მეტოქეს ესე იგი იმიტომ რომ პრივაროტი რო იყო გაკეთებული კიპერზე რო აღმოჩნდა ნახეთ ხო რა თქმა უნდა პრივაროტი ეშმაკის გარეშე ამ ენერგიის გარეშე არ კეთდება და მიიღებს პირდაპირ აი ამას რაც ესე იგი თქვენი ბედნიერება რო ჩაშალა თქვენი ბედი გადაიტანა, წაიღო, მიხვდით ხო, მოიპარა, ნახეთ რა როგორ ბუმერანგებს ღებულობს, ნახეთ რა კარგად საუბრობს კარტი, ნახეთ უყურეთ, ჩამოინგრია და მარტო დარჩება, უყურეთ, მარტო. ესე იგი, საერთოდ აღარაფერი აღარ ექნება, აღარც სიყვარული, აღარც სხვასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეშმაკმა გადაუკეტა ეს ყველაფერი, გადაუკეტა ეშმაკმა და მარტო დარჩება. აი, სხვა მამაკაცსაც ვეღარ გაეკარება, ანუ აეკრძალება სიყვარული სამყაროსგან ურთიერთობებში ყოფნა, იმიტომ რომ ეს მარტო აქ აჩვენებს უკვე რომ ეს მარტო თქვენს მამაკაცთან კი არ თაღლითობს და გპარავთ და მაიმუნობდა, არამედ ეს მიჩვეულია სხვა მამაკაცებით იკვებება, ენერგოვამპირია ზურგიდან, ხერხემალიდან, ესე იგი ენერგიას იპარავს, მიხვდით ხო? აბა კიდე რა იქნება აბა რა ბუმერანგს მიიღებს სამყაროსგან ნუ მე შემეძლო აღარ გამეგრძელებინა მაგრამ მაინც და კიდევ ვნახოთ იმიტომ რომ სამ ბევრნი მიყურეთ ჩემო გოგოებო და ვნახოთ ეს ღირსშესანიშნავია აი ამაზე მეტი არც გინდათ რა ბუმერანგიც დასცხო ეხლა სამყარომ და ძალებმა ნახეთ ესე იგი რაც დათესა რასაც აშენებდა რასაც უვლიდა ანუ აი ამ ეშმაკინ დემონურ ურთიერთ ნამუშევარზე ენერგიებზე აშენებულ ურთიერთობას ხო რო ეგონა რომ გავიმარჯვეო და ბედნიერი ვარო, ნურას უკაცრავადო. კაი თვითონ მეტოქე ამოვიდა, გაისკვანჩა და ზუსტად აი ამ სიტყვებით მინდა გითხრათ, გაისკვანჩა. ესე იგი, რასაც თვითონ აშენებდა, ქვებზე დაჯდება ეხლა და გაუჩერდება ეს მიღწევები, შეუჩერდება აბსოლუტურად ყველაფერი, ეს ბედნიერებაც კი მიხვდით ხო? აი ხო ვთქვი არ მისცემენ საშუალებას გადაკეტვა აქვს. სრული გადაკეტვა აქვს. მიხვდით ხო? სრული გადაკეტვა აქვს. აგერ მამაკაცი დაგიჯდათ თქვენ მამაკაცთან გოგოებო. აბა კიდე ვნახოთ რა იქნება, რა ბუმერანგს მიიღებს. აი იგივე აქ რო ვთქვი მე, აქ ჯერ არ მქონდა ამოყრილი ხო? რომ აკრძალვა აქ მეთქი სამყაროსგან თვითონ ეშმაკიც ეშმაკი ჩაკეტავს მიხვდით ხო რა ძალებზეც მუშაობდნენ მაგრამ როდემდე შეიძლება ხო როდემდე შეიძლება ესეთი მაიმუნობები ხო ჯანმრთელობაზე ფულზე ბედნიერებაზე ეს კრადნიკები ყველაფერი უკან გადაუვა ხა ჯანმრთელობა რო დაენგრევა ფული აღარ ექნება ზოგს ფული აქვს და ჯანმრთელობის გამოსასწორებლად დიდი ის გინდა რომ იბრძოლო რომ ჯანმრთელობა დაიბრუნო ამას ესეც წაერთმევა მიხვდით ხო ესეც წაერთმევა და ნახეთ რა ვთქვი მამაკაცთან საერთოდ ურთიერთობა შეუწყდება აკრძალვა აქ მეტოქეს საპერნიცას თვითონ ნახეთ სამყარო როგორ გვესაუბრება მეგობრებო რისი სურვილის ასრულებაც უნდოდა ხო რომ აი მე ლამაზი ვარ აი ესე ფიქრობდა მე უკაცრავად სექსუალური ვარ ხო და მე ჩანვარ მე ყოველთვის გავიმარჯვებო ხო ნურას უკაცრავად ვეღარ გაიმარჯვებს ვეღარ იფწყინებს თქვენი მამაკაცისგან
მამაკაცისთვისაც კი აღარ იქნება ის, ეხლა მამაკაცს ხო ნახეთ კიპერზე რო გავშალე რო თვალები ქონა ახვეული ხო? გამოიღვიძებს ეს თქვენი მამაკაცი, შეიძლება რიტუალების მეშვეობითაც ვინც ჩემს რიტუალებს უყურებთ და უკვე გზაშია, უკვე აზზე მოდის არინერვიულოდ, ჩაეკეტება, სოციუმი, მსოფლიო, გაწევა, გამოწევა, საერთოდ გადაეკეტება ყველაფერი, მიხვდით ხო? და ნახეთ სამართლიანად გადაეკეტება. რა ვთქვი მე სამყარო, აი როგორ გვესაუბრება გოგოებო, არინერვიულოდ, ყველანაირად კრახს განიცდის, დარჩება ცრემლში, ჯანმრთელობა სილამაზეს დაკარგავს, იმიტომ რომ თქვენ გპარავთ, ეს გადმოხტა და რა გადმოხტა? ოპა, ეს 3 გადმოხტა. მოდი, უნდა ვნახო, იმიტომ რომ თვითონ ხელმა გადმოაგდო, რომ ტურსავდი და სანთელიც გამიგიჟდა აქ. მოკლედ, ძალიან სწრაფად მოხდება ის ბუმერანგები, რაც თქვენ გიშვებდათ, თქვენს ურთიერთობას უშვებთ და უსასრულოდ, აი დამთავრება რო აღარ იყო, ხო? რაღაცა სხვა დასასრული, დასაწყისი, ასევე დასასრული, ხო? არა, უყურეთ რა მიუბრუნდა ეშმაკისგან ეხლა, ვინც ჩემს რიტუალებს უყურებთ, უკვე თვითონ ელვისებური სისწრაფით მიუბრუნდა ეს და დადგება ტირილი იქნება, ცრემლებს დააღვრის და ასე შემდეგ და ეს მამაკაციც ხო გადმოხტა მორბის თქვენთან, თქვენი მამაკაცი ბრუნდება უკან ბევრ ვარიანტზე, აი თვითონ გადმოხტა ეს ტაროები, ხო ნახეთ არა? და ნახეთ, აი უყურეთ როგორ არის, გამოდის აი ამ აუმტყოფური, აი თან კიდე რა არის, ცით აქ გაკეთებული ეშმაკის ენერგიებზე, აქ არის აი პორჩა პადუჩაია არის ესეთი, ანუ რომ დააგდება ადამიანს, მიხვდი ხო? ყველანაირად აბსოლუტურად ადგება თქვენი მამაკაცი აქედან, კი, აი ჩქარობს სუხე თვითონ ხტება, ხო ნახეთ? და ნახეთ, გამოვა აი ამ ნგრევიდან, აი ამ დანგრეული, დაფალეტილი ჯანმრთელობიდან, ტვინიდან, მენტალიდან, ნელ-ნელა ოღონდ და უყურეთ ჰარმონიაში შემოდის. ნუ ძალიან კარგი მიხარია და აი ეს ბუმერანგი გაუშვათ თავის ტვინზე, აი ამ თქვენს საპერნიცას და როგორ ეხლა ხო? სამართლიანად გოგოებო. და ეხლა უკვე ხო? თქვენ იფრწყინებთ, თქვენი მამაკაცები იფრწყინებენ, ისინი მარტო დარჩებიან და ნახეთ თქვენი მამაკაცები ღმერთმაქნას გისურვებთ, რომ გამოვიდეს სიტუაციიდან და ისევ ერთად იყოთ და თუ არა და კიპერმა გვიჩვენა რომ მოდის ახალი ურთიერთობა, მოდის და რა უნდა იცოდეთ, აბა ნახოთ, აი დარიგება რა არის, ნუ წეღან დაგარიგათ და მეც გითხარით რომ სამყარომ და კიპერმა რომ აღარ გაიხსენოთ ის წარსულის ურთიერთობა რომ დაბრუნდება, ხო? ღმერთმაქნას გისურვებთ, პირიქით მიიღეთ და ის დანაკარგი შეივსეთ, მიხვდით ხო? რაც ესე იგი მოგპარათ აი ამ საპერნიცამ. აბა გოგოებო, რა დარიგებას მოგცემთ სამყარო? აი მე რაც თქვი, უყურეთ რა, ესე იგი საჩუქარი მოდის, უსასრულო, 17 რიცხვი, დრო, საათი, კვირა, დღე, უყურეთ, საჩუქარი მოდის გოგოებო თქვენთან, მიიღეთ, აი ახლა უყურეთ, მედიტაცია ჩაიტარეთ, აი და მიიღეთ ეს საჩუქარი, ყირავდება ყველაფერი აქ, აი მიიღეთ ეს საჩუქარი გოგოებო. აი 2 წუთი დაგაცდით, წარმოიდგინეთ რომ ბედნიერებას იბრუნებთ, მეტოქე მიდის თქვენი ურთიერთობიდან, რომ თქვენი მამაკაცი დაშორდა უკვე და თვითონ გამოძვრა თქვენი დახმარებით, ბევრს თქვენი დახმარებით თუ უფლის დახმარებით, გამოძვრა ამ დესპოტური, დემონური ენერგიებიდან და ამ პრივაროტებიდან, ნუ პრივაროტი უნდა მოიხსნას, ისე არ შეიძლება ამაზე მუშაობა საჭირო დიდხნიანი, რომ
მე აქ ძალიან მძიმე ენერგეტიკებს ვგრძნობ. მოკლედ გოგოებო, გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას, შერიგებას, აი ეს დავდება მოვაბრუნებ და თქვენთან იყო ნინია, მოიწონეთ არხი, რომ სხვამაც ნახოს და ამაში კიდე პლუს დაიწერთ კარმაში, რომ რეზონირდეს. მომავალ შეხვედრამდე.